პირველი კითხვა იქ გამომდინარეობს იმ გამოხმაურებიდან, რომელიც კულტურის სამინისტროს დღევანდელ გადაწყვეტილებას უკავშირდება. რისი გამოხატულება არის ეს რეპრესიების, ეს ნაბიჯები, ახალი ნაბიჯები და როგორ ფიქრობთ ამას, როგორ უნდა დაუპირისპირდეს? არა მარტო თეატრალურ საზოგადოებას. მოგესალმებით გიორგი, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. პრინციპში ჩვენ უკვე გარკვეული პერიოდია ვამბობდით იმას, რომ ეს რეპრესიები მივა ყველგან, საზოგადოების ყველა სეგმენტთან, სექტორთან, ასაკობრივ ჯგუფთან, გეოგრაფიულ ერთეულთან და პროფესიასთან და პრინციპში ვხედავთ, რომ ეს ასეც ხდება, ეს აისახება მათ შორის პოლიტპატიმრებზე, იმიტომ რომ ისინი წარმოადგენენ სრულად განსხვავებულ პოლიტიკურ გემოვნებას, პროფესიებს, ასაკობრივ ჯგუფს და ეს აისახება იმ განგრძობად რეპრესიებზე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ეს შეეხო ხელოვანებს, შეეხო ჟურნალისტებს, შეეხო სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, შეეხო სტუდენტებს, პროფესურას და შეეხო საჯარო მოხელეებსაც. ამიტომ მათ შორის არც ერთი საჯარო მოხელე, რომელიც შესაძლებელია დღემდე თვლიდეს, რომ მაინც დუმილი არის ის რის უფლებასაც ისინი მისცემენ საკუთარ თავს, ხვალდაზეგ ბუნებრივია შეიძლება არ იყოს დაცული, იმიტომ რომ თუ არა თავად ის და თუ თავად ეს ადამიანები არ მიიღებენ მონაწილეობას საპროტესტო აქციებში, შეიძლება მათი მეგობრები, მათი შვილები, მათი დები და ძმები, ნათესავები აღმოჩნდნენ საპროტესტო აქციებზე და ეს რეპრესიები მივა ყველამდე. ამის ხოთშორის ჯერ კიდევ გიორგი წლების წინ ვამბობდით ხოლმე, როდესაც ეს რეპრესიები საკმაოდ ესეთი მძაფრი ფორმით აისახებოდა ხოლმე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, მაგრამ მაშინ ეს იმდენად ტარგეტირებული იყო, ასე ვთქვათ, და მაშინ ეს წრე იყო შევიწროებული ჩვენი პარტიის მხარდამჭერების და ჩვენი პარტიის წევრების, ისე როგორც პოლიტიკური ლიდერების მიმართ, იქნება ეს პრეზიდენტი სააკაშვილის განგრძობადი უსამართლო და უკანონო პატიმრობა თუ ბევრი სხვა პოლიტიკური ლიდერის, არა მხოლოდ ლიდერის, ჩვეულებრივი მხარდამჭერების, რომლებიც ზოგი 10-ჯერ 20-ჯერ და ერთ შემთხვევაში 30-ჯერაც კი დაიბარეს ივანიშვილის სამართალდამცავმა უწყებებმა ჯერ კიდევ 2012 წლიდან. და მაშინაც ძალიან ხშირად მახსოვს ამ ფრაზას ვამბობდი ხოლმე, რომ ეს უსამართლობა ყველამდე მივა, ყველას კარზე დააკაკუნებს, ყველას ოჯახში შევა საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ თავად პრინციპია საზოგადოებრივი მოწყობის, თუ ამაზე ვერ შევთანხმდით, რომ უნდა იყოს სამართლიანობაზე აგებული და კანონის უზენაესობაზე აგებული და ადამიანებს ჰქონდეთ თავიანთი კონსტიტუციური უფლების რეალიზების შესაძლებლობა, რაღაც მომენტში ის ყველამდე მივა. რაღაც მომენტში არა მხოლოდ თეატრამდე მივა და ქალბატონ ბერიკაშვილამდე, რომელიც ესეთ რაღაც შეშფოთებით გამოხატავდა თითქოს და მეჩვენა ყოველ შემთხვევაში მის კომენტარში მხარდაჭერას თეატრის და კონკრეტულად დოიაშვილის მიმართ, არამედ გამოიხატა მხარდაჭერა იქ არც მივიდოდა ამ გეთანხმებით, არამედ მივა მათ შორის ქართული ოცნების ჩინოვნიკობამდეც, გიორგი. მესმის შეუძლებელია დავა დაგიწყოთ ვინმე მიმაში, ზოგადად ეს არის ავტორიტარიზმის შინაგანი ლოგიკა, რომ თავისუფალი სივრცეების ამოქოლვა იწყება პირველ რიგში, მაგრამ შემდეგ აი ამ თავისუფალი სივრცეების ხელისუფლების მაკონტროლებელი დემოკრატიული ინსტიტუტების გაუქმებას მოყვება უკვე ძალადობის ახალი მასშტაბები რიგით მოქალაქეებს, ხო? არა მარტო პოლიტიკური, არამედ სოციალური თვალსაზრისითაც. გაიგო ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა და თქვა, რომ მე მინდა დემოკრატია და აშკარად ხედავ, რომ თავისუფლებას მართმევენ. შეიძლება 2012-ში, 13-ში, 14-ში, 15-ში, 16-ში, 20-ში, 21-ში, 22-ში კარგად ახლა გაიგო. და ამას ახლა მე თეორიულად კი არ ვამბობ, რომ გაიგო ეს არჩევნებშიც გამოჩნდა მიუხედავად იმ გაყალბებული შედეგებისა და შემდეგ გამოჩნდა უზარმაზარ საყოველთაო მასობრივ დემონსტრაციებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამდენი თვის განმავლობაში. გამოჩნდა მათ შორის იმ უწყლოდ პროტესტში, რომელიც არის სხვადასხვა სიდიდით იფეთქებს ხოლმე, ხო, ახლა 19-ში იქნება ასევე ძალიან დიდი აქცია. ამ გაგების შემდეგ უკვე ნებრივია დგება
პოლიტიკური ამოცანის შესრულების საკითხი, რომ რეჟიმი, რომელმაც უღალატა კონსტიტუციას, უღალატა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, რომელიც მოღალატეობრივ პროცესებს აახლებს, რუსეთთან მორჩილების შემდგომი ახალი ისტორიული სამარცხინო ფურცელის ჩასაწერად აი ამ კომისიის მეშვეობით, რომ ესენი უნდა შეიცვალონ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. ხალხი მზად არის ამისთვის, სვავს კითხვას პოლიტიკოსებისა და პარტიების მიმართ. რა გავაკეთოთ, გითხარით და როგორ. აი იგივე კითხვას ვსვავ ახლა მეც არა მარტო კონკრეტულად იმ რაღაც პლატფორმასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, თქვენი აზრი, როგორც ბრალდებას არ გიყენებთ ამას, უბრალოდ რადგან ეს კითხვები არსებობს, აი როგორი შეიძლება იყოს პასუხები ამ კითხვებზე. ერთი მარქსიზმულ მოძრაობამ დაიწყო თავად პარტიის შიგნით გარკვეული გადახალისება რეფორმირების ეტაპი, ეს უფრო ასე ვთქვათ, დემოკრატიული მართვის რაღაც პრინციპებს უკავშირდება, რომელიც სააკაშვილმა გამოაქვეყნა და თქვენ დამსჯელობა მიმდინარეობს ამაზე, მაგრამ ყველა თუ არა, ყოველ შემთხვევაში ცოტნე ადამიანები ხვდებიან, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ აპლიკაციით ხმის მიცემის დაინერგოს, მაგრამ ტოტალიტარულ სახელმწიფოში, რომელსაც ახლა ჩვენ აღმოჩნდით, ყველა კარგად ხვდებით, რომ ეს დემოკრატიული ცხოვრების წესის ნაწილი შეიძლება იყოს ნორმალურ საზოგადოებაში. ანუ თავად სააკაშვილი წერს, თუ არ ხვდებით დღეს მის გამოქვეყნებულ კიდევ ახალ პოსტში, რომ ახალ ეტაპზე გადადის პოლიტიკური ბრძოლა და ეს აღარ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლა, არამედ წინააღმდეგობის მოძრაობაში უნდა გადაიზარდოს. ეს რაში გამოიხატება თქვენი პარტიის და როგორც პოლიტიკური ლიდერის წარმოდგენით. მადლობა გიორგი, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და ეს არის ის, რაც საზოგადოებას ნამდვილად აღელვებს მას შემდეგ, რაც ჩვენ ხედავთ უწყვეტ პროტესტს 140 დღის განმავლობაში. თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზეც ქართულმა ხალხმა თავის გადაწყვეტილება მიიღო და არჩევანი გააკეთა და ეს ნამდვილად იყო არჩევანი დასავლური და ევროატლანტიკური მომავლისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ეს თავისუფალი ნება ქართველი ხალხის მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა. მას შემდეგ, ჩემი აზრით, კიდევ უფრო მყარად კონსოლიდირდა საზოგადოებრივი აზრი ივანიშვილის მოშორების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი აზრით, აქ მე მგონი თვითკრიტიკულობა აუცილებელი პოლიტიკურმა კლასმა ვერ აუწყო ფეხი ერთგვარად ამ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას. იმ თვალსაზრისით, რომ როდესაც ასეთი მწვავე გამოწვევის წინაშე დგას ქართული სახელმწიფო, როდესაც ხდება საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერა, როდესაც გმირებს ანტიგმირებად აცხადებენ და გიორგი ანწუხელიძეზე ამბობენ სიტყვებს, რომელიც გამეორებაც კი მიჭირს, რომ თურმე ის პიარს შეეწირა, როდესაც ცდილობენ ჰააგას და სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების რევიზირებას, როდესაც ცდილობენ, რომ ომში დაადანაშაულონ საქართველოს, როდესაც ცდილობენ, რომ რუსეთს ჩააბარონ ჩვენი ქვეყანა, ხო, მარტივად რომ ვთქვათ, ასეთი ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე მდგომ ქართულ სახელმწიფოს, ჩემი აზრით, პოლიტიკური კლასი უნდა პასუხობდეს გაცილებით მეტი ერთიანობით. ამიტომ არის და სხვათა შორის ეს პრეზიდენტმა სააკაშვილმაც აღნიშნა, მანამ სანამ გადავიდოდა პარტიული რეფორმირების აუცილებლობაზე და ამ კონკრეტულ შემოთავაზებებზე, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენი მხარდამჭერების და წევრების მიმართ, რომლის ელემენტები ერთიანმა ნაციონალურ მოძრაობამ სხვადასხვა ეტაპზე გამოიყენა, მათ შორის თავმჯდომარის არჩევნების დროს და არა შემდეგ და მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულების განვითარება ნამდვილად მნიშვნელოვანია და აქაც პრეზიდენტი სააკაშვილი ადასტურებს, რომ მეოთხე წელს ტყვეობაშიც კი ის ყოველთვის უსწრებს ერთგვარად დროს და ეპოქას, იმიტომ რომ ნამდვილად სამომავლოდ და მათ შორის საქართველოსთვისაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად მსოფლიოში პოლიტიკაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება და პირდაპირი დემოკრატიის წესი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ როგორც პარტია, რომელსაც გვაქვს ყველაზე ხანგრძლივი ისტორია როგორც პოლიტიკურ ორგანიზმს, ეს თანამედროვე ტექნოლოგიები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჩვენს მმართველობაში, მაგრამ ამ პოსტშიც კი მანამ სანამ გადავიდოდა ამ ელემენტებზე, მან თქვა ის, რომ ჩვენ ბუნებრივია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ამ ერთობას. თუმცა, გიორგი, ჩვენ ხედავთ და ვფიქრობ, კი, ეს არის სამწუხაროდ მოცემულობა, ეს არის სამწუხაროდ რეალობა, რომელსაც ასევე თვალი უნდა გავუსწროთ. მოდით კიდევ უფრო მეტად დავაკონკრეტებ. არიან პოლიტიკური პარტიები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ეს მართლაც ეგზისტენციალური მომენტი არის და რუსეთთისადმი ჩაბარების პროექტის დასასრული ფაზაა. არის გარკვეული
არიან სუბიექტები, რომლებიც თვლიან, რომ ჯერ კიდევ არის გარკვეული სივრცე პოლიტიკური კონკურენციისთვის, ან თუნდაც ამ ცვლილების მისაღწევად უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის განსხვავებების ჩვენება და პოლიტიკური მრავალფეროვნების შეთავაზება პოტენციური საპროტესტო ელექტორატის სიტყვის თქმაც ცოტა მეშინია ხოლმე, იმიტომ რომ ელექტორატი მაინც უფრო არჩევნებთან არის რაღაცნაირად კავშირში, მაგრამ ასეთ ხო? აქ ოპოზიციურ ფლანგზე მაინც ხო დემოკრატია უნდა დაუშვა და უნდა იყოს კიდეც და სასურველია, ხო? გავიგეთ რომ ეს ამ ხალხს ესე ჯერა, ასე წამს. აი ვისაც გჯერათ რომ მართლა ვართ უკვე გარდამტეხ ფაზაში და ამის სიქით უბრალოდ ახალი ერეკლე მეორე მუხლზე დაჩოქილი მოვაო, ამას რო არ ველოდოთ რომ კობახიძეს ალბათ შინაგანად როგორ ესიამოვნა რომ შეიძლება რაღაცა ამ როლში თუნდაც აბსოლუტურად განსხვავებული ასოციაციებით, მაგრამ ერეკლეს ვინმე შეადაროს, ხო? მათ მიერვე შექმნილი აბსოლუტურად დეგრადირებული წარმოდგენებით, თუ ეს რო არ მოხდეს, ვინც არის პოლიტიკური სპექტრი? პლუს ის ადამიანები, საზოგადოებრივი ჯგუფები, აქტივისტთა ჯგუფები, რომლებიც დღეს ალბათ ერთ-ერთ ყველაზე წამყვან როლს თამაშობენ ამ წინამდებობის მოძრაობაში, მათი გაერთიანება რომ მოხდეს, ამას რა უშლის ხელს? ამას უშლის ხელს ალბათ ის მოლოდინები, რომლებიც აქამდე არსებობდა, გიორგი, და მათ შორის სამწუხაროდ ეს იყო მოლოდინები სალომე ზურაბიშვილის როლთან დაკავშირებით. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მისაუბრია მათ შორის თქვენთან ეთერში იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაზე მეტი წინააღმდეგობა პოლიტიკური, ისევე როგორც ადამიანური და მორალური მასთან თანამშრომლობის ჰქონდა ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას და პირადად მე მათ შორის პერსონალურად, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ მან სრულად უსამართლოდ და ვფიქრობ, რომ ასე განსჯის მის ამ გადაწყვეტილებას საქართველოს ისტორია არ გამოიყენა შეწყალების კონსტიტუციური ბერკეტი პრეზიდენტ სააკაშვილის ამის და მიუხედავად ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას, იმიტომ რომ მის ირგვლივ იკვეთებოდა კონტურები რაღაც ტიპის კოორდინაციის შესაძლებლობისა. ამოიწურა ეს რესურსი? მე ვფიქრობ, რომ ამოიწურა, კი. ნამდვილად ვიქნები პირდაპირ ამ შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ ამოიწურა, ვფიქრობ, რომ ამოიწურა 31 მარტს, როდესაც იყო ბოლო შანსი იმისთვის, რომ გაკეთებულიყო გამბედავი განაცხადი ამგვარი კოორდინაციის შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქემ, მათ შორის იმ ადამიანებმა, რომლებიც იდნენ რუსთაველის გამზირზე ჩვენთან ერთად და მეც იქ ვიყავი როგორც ერთი რიგითი პროტესტანტი იმ შემთხვევაში, რომელიც ნამდვილად მაინც ვიყავი აღჭურვილი მოლოდინით, რომ შესაძლებელია მომესმინე რამე სიახლე, ვერ მოვისმინე ვერანაირი სიახლე და მეტიც გიორგი. ერთადერთი შეთანხმება, რასაც მივაღწიეთ შიდა პოლიტიკურ საკითხებში ეროვნულ დონეზე და არა საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც ნორმალურად თანამშრომლობთ პოლიტიკური ძალები მინდა გითხრათ და ესეც მიღწევაა და ესეც დადებითი მოვლენაა თავისთავად, თუმცა არა საკმარისი და აქ სალომე ზურაბიშვილის როლი პრინციპში საკმაოდ ლიმიტირებულია, ამიტომ მაგალითად ხა სტრასბურგში ჩვენ 4 პოლიტიკური პლატფორმის წარმომადგენელი ვიყავით წინაჯერზეც და ახლაც, სადაც სალომე ზურაბიშვილი ჩვენთან ერთად არ ყოფილა, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მისი გამოსვლები სხვადასხვა ეროვნულ პარლამენტებში და ასე შემდეგ, მაგრამ ეროვნულ დონეზე ერთადერთ შეთანხმებას, რომელსაც მივახციეთ პოლიტიკურმა ძალებმა ამ პლატფორმაში, რომელმაც სამწუხაროდ ჩემი აზრით მისი პოტენციალი, როგორც გამაერთიანებელი პლატფორმა პოლიტიკური ძალების ამ ეტაპზე ნამდვილად ამოწურა ერთმნიშვნელოვნად, იყო ის, რომ არ უნდა მივსულიყავით ღალატის კომისიაზე. და აქაც რას ხედავთ, რომ ეს შეთანხმება დაირღვა. და ეს აღიარეს კიდეც ხო კახარიას პარტიის წევრებმა, რომ დიახ, ამ შეთანხმებას ნამდვილად მივაღწიეთ და სამწუხაროდ გიორგი კახარიამ უგულებელყო აღნიშნული შეთანხმება. და რა არის მაშინ პოლიტიკური გაერთიანება და პლატფორმა, თუ ერთი ვერაფერზე ვერ თანხმდები და ერთადერთ შეთანხმებას, რომელსაც 5 თვის მანძილზე აღწევ, ისიც ირღვევა. და თვლი, რომ არანაირ პოლიტიკურ ფასამაში არ იხდი, თუმცა მე ვთვლი, რომ ის გადაიხდის და უკვე გადაიხადა კიდეც მისი იქ მისვლით, რაც იყო ფუნდამენტურად არასწორი გადაწყვეტილება. თქვენი პასუხი იყო აბსოლუტურად მკაფიო და კატეგორიულიც მე ვიტყოდი, რადგან ეს ფაზა და ეტაპი გავიარეთ, როცა თქვენი პარტია უკვე თვლის, რომ ამოწურა, როგორც გამაერთიანებელმა დიდმა პლატფორმამ, მან შეიძლება შეინარჩუნოს გარკვეული როლი, თუნდაც აი ამ 2 ამოცანის ბიზნეს მიღწევისათვის ბრძოლაში, როგორც არის საგარეო ასპარეზზე პოზიციონირება
შესრულება, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის ბრძოლა, ანუ ჰუმანიტარული მისიის შესრულება, თუმცა ამის განხორციელებაც რთულია თუ კი აქ ერთიანობა რაღაც ადგილზე პოლიტიკურ ბრძოლაში არ ფიქსირდება, მაგრამ დაუშვათ უყურებთ გახარიას ამ შემთხვევაში კრიტიკული თვალით, დავტოვოთ გახარია თავის ქართული ოცნების განხიბლულ ან განსახიბულელ ამორჩეველთან და აქეთ ვინც არის დარჩენილი, ანუ შუაში და დავარქოთ ამას ნაციონალური დნმ-ის მატარებელი პოლიტიკური სუბიექტები ამ ხალხის, ამ პოლიტიკური არა მარტო სუბიექტების, აქტივისტთა ჯგუფების, საზოგადოებრივი პროფესიული და ასე შემდეგ წინააღმდეგობის მოძრაობის რაღაც ახალი ტიპის გამაერთიანებელ საკოორდინაციო რგოლის შექმნას უშლის რამე ხელს, ანუ ვინ უნდა გამოიჩიოს ინიციატივა, ან თუ არსებობს რაღაცა ტიპის ცენტრი, რომლის გარშემო შეიძლება შემოიკრიბოს. მაგალითად, იგივე მოძრაობა, რომელიც პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრებმა დააარსეს. ეს უბრალოდ ჩემი შეხედულებით ეს. კი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი მიმართულებით ვსჯელობ ჩვენ, იმიტომ რომ ეს ნამდვილად უნდა იყოს ჭეშმარიტად ყველას პოტენციალი გამოსაყენებელი. ნამდვილად ჭეშმარიტად სახალხო მოძრაობა. ამ თვალსაზრისითაც, როდესაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელსაც ის ხედავს ნაციონალურ მოძრაობაში, ამასაც ხედავ კი ერთგვარ სიახლეთ, მაგრამ ამავდროულად როგორც ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას თავის საწყისებთან. ხა სამწუხაროდ მე მაშინ 2003 წელს სტუდენტი ვიყავი და საქართველოში არ ვიმყოფებოდი, შევარდნაძის დროინდელ 90-იანი წლების კორუმპირებულ საგანმანათლებლო სისტემას გავეკეცი იმ პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა ნაციონალური მოძრაობის აღქმა მეც კი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდი იმ პერიოდში და ალბათ ამაში ყველა დამეთანხმება და მისი საწყისი იყო ყოველთვის იდეა დამოუკიდებელი, ძლიერი, სუვერენული, ევროპული, ქართული სახელმწიფოს იდეა და მისი მთავარი მამოძრავებელი ძალაც ყოველთვის იყვნენ იდეალისტები. ამ თვალსაზრისით კი ერთგვარი სიახლეა ის რაღაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, რომელსაც ახლა ვაპირებთ, რომ დავნერგოთ, მაგრამ ამავდროულად ერთგვარად ჩვენივე საწყისებთან დაბრუნებაც არის სწორედ ნაციონალური მოძრაობისთვის. თუმცა ის რომ ნაციონალური მოძრაობაც და მე ვფიქრობ, რომ ყველა პარტიაც თავის პარტიულ გარს უნდა გასცდეს და თავისი პარტიული კომფორტის ზონიდან უნდა გავიდეს იმისთვის, რომ მართლაც ეროვნული საერთო პლატფორმა შეიქმნას, ჩემი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამისთვის ნაციონალური მოძრაობა იყო, არის და იქნება მზად, მაგრამ რა თქმა უნდა უმჯობესია თუ ეს ხდება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების თანამონაწილეობით, მათ შორის შეიძლება არც იმას გამოიჩინოს, რომ ხალბატონ ზურაბიშვილს თავისი მნიშვნელოვანი როლი გაგებით რა თქმა უნდა, ამიტომ იყო სხვათა შორის გიორგი, რა თქმა უნდა, ამიტომ იყო, როდესაც 31 მარტის შემდეგ ამ პლატფორმაზე ვსაუბრობდი, ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდით, რომ ნაციონალური მოძრაობა არანაირ ფორმად არ ემიჯნება. ხო, იმიტომ რომ ყველა რესურსი გამოსაყენებელია. უბრალოდ რომ ამ ეტაპზე ამ პლატფორმამ ამოწურა. უბრალოდ ერთი პრობლემა, რომელსაც ხედავ, რომელსაც ასევე ძალიან ღია და გულწრფელი მინდა ვიყო, არის ის, რომ ამ დრომდე და ბიძინა ივანიშვილი ამას ძალიან წარმატებით ახერხებდა და მე ვფიქრობ, რომ ამაში, რა თქმა უნდა, იყენებდა თავის პროპაგანდისტულ მანქანას, აი ამ ეგრეთ წოდებულ პროქსი ჯგუფებს, ხო, ანუ მასთან აფილირებულ ჯგუფებს, მათ შორის სოცქსელების გამოყენებით, რომელთა როლი განუზომლად უფრო დიდია, ვიდრე იყო თუნდაც რამდენიმე წლის წინ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში და მთელ მსოფლიოში ესეა, მაგრამ საქართველოშიც ესეა, იმისთვის, რომ მუდმივად მოეხთინა პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური ლიდერების სტიგმატიზირება, იმისთვის, რომ აი ეს ჩატეხილი ხიდი მუდმივად ყოფილიყო სახალხო მოძრაობასა და პოლიტიკოსებს შორის. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს დინამიკა იცვლება საკუთარი მაგალითით სტრატეგიის ჩვენებით, ხედვის ჩვენების და მოქმედების. რა თქმა უნდა, ორივემ უნდა გადავდგათ ნაბიჯი ერთმანეთისკენ, ასე ვთქვათ, ანუ საპროტესტო მოძრაობამ და იმ საზოგადოებამაც, რომელიც 140 დღეა რუსთაველზე დგას და პოლიტიკოსებმაც იმისთვის, რომ ეს სივრცე დავაახლოთ, იმიტომ რომ მხოლოდ ასე შეგვიძლია ამ უზარმაზარი საპროტესტო მუხტის და საზოგადოებრივი განწყობის კონვერტირება პოლიტიკურ პროცესში, რომელმაც უნდა შეასრულოს პოლიტიკური ამოცანა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებით.